როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ გრძნობებს. ჩემთვის ყველა დასათაურებიდან არის გრძნობა მთავარი. გრძნობაში რა თქმა უნდა, კარგია ყველაფერი მოსალოდნელი, მაგრამ გრძნობა შიშიც რაღაცის დაბრკოლება და რა თქმა უნდა, თუ კი რამე ამოვა ამდაგვარი, განვიხილოთ და რა თქმა უნდა, კიდევ ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. როგორც ყოველთვის მინდა იყოს სულ ყველა ბედნიერი და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენზე დამოკიდებული მართლა, განსაკუთრებით პირად გულისხმობთ თორე ისე. ყველაფერი ღვთისნება პირველ რიგში. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? პირველ რიგში ცხრიანი პენტაკლის ენერგიები ძალიან კარგია. ზოგადად როგორც პიროვნულად, როგორც ქალი, ყველაფერი ნორმაზე გაქვს, ინტელექტი, ვიზუალი, დამოუკიდებელი, რაღაცა დედოფლური, პრინცესული სირთულეებით სავსე და ნახოთ ერთი თუ მოწონს კი პენტაკლებს დედოფალი ამას ზუსტად ამტკიცებს ამას მოწონს ეს ყველაფერი, მაგრამ თავარია როგორი ტიპია თვითონ როგორი პერსონაჟია, იმიტომ რომ კი კარგი ეს ყველაფერი რო გიყურებ, მაგრამ მე რამდენად გაქაჩა ურთიერთობას, ეს უკვე ცალკე ისტორია. კარგი, ნახოთ რას გრძნობს შენს მიმართ. ყველაფერი რთულად ასუმახსენდება Facebook-ში რო არის რაღაც სტატუსებს რო წერენ რაღაც შენი ემოცია, всё сложно. ხო და ყველაფერი რთულად არის აქ ერთი სიტყვით. ყველაფერი რთულად არის. შენზე ფიქრები აქვს ძალიან ცვალებადი. ერთ დღეს იღლება ამ ემოციებით, მეორე დღეს ამ ემოციებზე ოცნებობს, მესამე დღეს წარმოდგენები აქვს თუ რა შეიძლება მართლა თქვენგან გამოვიდეს. არა და გრძნობა აქვს, უბრალოდ ეს არის როგორი გრძნობა, იცი? რომელი ჯობნის ახლა რა ვთქვა, ძალიან დაბალანსებულია გონება და გული ერთმანეთთან. ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ზედმეტად გადაწონისქო, მაგრამ იმდენად დაბალანსებულია ეს აღქმა ემოციურადაც და გონებით, რომ შენ, რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელოვანი ხარ და თან კიდე აქვს გრძნობა. გრძნობა ესე როგორ რაღაცა იცი, წინააღმდეგ კი არ არის შენთან ურთიერთობა რო ქონდეს, უბრალოდ რაღაცა მე მაინც შესაბამისი დამოკიდებულება დამაკლდა. გრძნობა შეიძლება მართლა ქონდეს, აღფრთოვანებული იყოს, მაგრამ შესაბამისად არ არის არაფერი. რაც შეეხება შესაბამისად არ არის არაფერი, შეიძლება ეს იყოს გაწელილი ურთიერთობა, რომ უნდა ურთიერთობა, მაგრამ პირდაპირ რომ ჩანს ყველაფერი, რომ არა, ამის იქით მე მეტი არაფერი არ მინდა. რაღაც მომენტში ეს თქვენზე კი არ მეტყოლებს, რომ მანდა მაინც თქვენთან არ უნდა. ჩემი აზრით, ზოგჯერ ეს არის ადამიანის არჩევანი და აქ უკვე მთავარი პასუხისმგებლობა არის თქვენზე. რას იზამ მერე? გინდა ასე და თუ ელოდები მიუხედავად ამ სცენარისა, რომ არა, მე განსაკუთრებული ვარ და შეიცვლება ჩემს გამო, მე მაინც ვიტყვი, ეს ძალიან დიდი ილუზიებია და აქ გვატყუებს ჩვენი ქალური ეგო. ამიტომ მაინც უნდა დაუკვირდეთ ამ ყველაფერს. რას გრძნობ კონკრეტულად? როგორია ეს გრძნობა? ეს გრძნობა როგორია? ისევ ცხრიანი პენტაკლია, გამოწვეულია, მოკლედ კომპლექსებთან ცხრიანი კვერთხია, თვითონ შენ ხარ ცხრიანი პენტაკლი. ცხრიანი პენტაკლი და ცხრიანი კვერთხი არის ახლა თქვენი ემოციები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რაღაცნაირად კი არ მინდა რომ ვთქვა სირაქლე მას პოზიცია აქვს, მაგრამ შენთან ეს გრძნობა აღმოჩნდა რაღაცა მისთვის ძალიან რთული დავალება. ვერ ამოხსნა, არ უნდა ამოხსნა, ცოტა შიში რო აქვს, არ უნდა გამოვიდეს თავისი კომფორტის ზონიდან. გრძნობასა თავი დავანებოთ, მაინც აქვს მომავლის შიში. შეშინებულია ნამეტან. შენში არის რამე პრობლემა? შენ თავშია რამე პრობლემა გამოწვეული? არა. თითქოს ამით აკეთებს იმას, რომ თვითონ არის მთავარი. და საკმარისია ეს. გრძნობა, ურთიერთობა, მაგრამ არის რაღაცა ცალკე მისი ყოფა,
სადაც თვითონ ყველაზე კარგად გრძნობს თავს და პრობლემას მაინც დიდად ვერ უყურებ. ეს უფრო მისი არჩევანია. ამ არჩევანიდან გამომდინარე, ვერ ხვდები, საკამარისად აქვს გრძნობა, მაგრამ არ ირჩევს მაინც ურთიერთობას სტაბილურობაში. რა კომენტარს გავაკეთებდი ამაზე, მართლა მაინტერესებს. ეს უკვე გადაწყვეტილია, დიდი ხანია აქვს ამას გადაწყვეტილი. როიციან ადამიანი დაქორწინებულია თავის სამსახურზე და ინტერესებზე, რომ იმის იქით არაფერი არ უნდა, ეს ადამიანი გაფანატებულად არის თავისი ცხოვრების სტილის მიმართ. მისი დრო, მისი საქმიანობა, ყველაფერი რაც მას ეხება, ეს არის პირველი. იმდენად უყვარს ეს თავისი ცხოვრება და ეს მიზანმიმართულება, რომ დიდი ხანი გადაწყვეტილი აქვს ესე და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მე იმეც ვერ ვიტოვებ ახლა ამ მომენტში, რომ ეს მალე მოხდება და მალე გადაწყვეტავს, მაგრამ მოდი მაინც ვიკითხო ჩვენ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ უბრალოდ დაფიქრდე, რომ რაღაცა უნდა შეცვალო. არის თუ არა შესაძლებელი? შმაკის არკანე. ისე ცხრიანი პენტაკლი. იცი რა არის, ძალიან უნდა იგრძნო შენი დაკარგვა. შეიძლება ახლა რაღაცა ისე იყოთ, დაუშვათ. კონდეს გაჟღერებული შენი პოზიცია, მაგრამ ერთი და იგივეა, თითქოს ერთი და იგივე ტონალობა იგრძნობა, მე რასაც აქ უყურებ. უნდა იგრძნოს, რომ всё, დაგკარგა. ოღონდ გოგოებო ერთი იცოდეთ. თუ იმას გააკეთებთ, რომ მე შენ ახლა ეს რომ გაგრძნობინო, всё, ასე უცებ რაღაცას გავაკეთებ, არასდროს არ აქვს მაგას ნაყოფი და არასდროს არ წამოიგება, იმიტომ რომ ისეთი ჭკვიანია ეს. ეს უნდა იგრძნო ჯერ შენ, რომ უკვე აღარ გინდა, ოღონდ მართლა რომ დაიღალე კი არა, განსხვავება არის რომ დაიღალე, მაგრამ მართლა რომ არ გინდა, კარგად იყავი, всё, კარგად იყავი და ზუსტად ამას აქვს რაღაცა მაგიური, ძალიან მაგიური ძალა, რომ ამის მერე უკვე შენ რო წახვალ, თუნდაც არაფერს არ ეტყვი, განსაკუთრებით როცა მიდიხართ თუ თქვენ ამხელა ტექსტებს ამზადებთ და რაღაცებს წერთ, ეს არ მუშაობს, ნამჯერეთ. რომ მაშინ წახვალ, როცა ერთი მძიმეს და წერტის მიწერა არ მოგინდება, მაშინ იგრძნობს ეს ყველაფერს და რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანი გახდება და ისეთი ემოციური გახდება და ისეთი რამე შეუძლია გააკეთოს, რომ შეიძლება თქვენც კი ვერ წარმოიდგინოთ, ესე უკვე განსხვავება ის არის, რომ შემთხვევაში რამდენად ბუნებრივად წახვალ ჯერ შენ. შემდეგ ჩაეხსნა ჯერ ემოციურად. ეს ყველაზე რთულია საერთოდ. რა დავამატო? თქვენ რას მეჩვევდით? როგორ უნდა მოიქცე? დაუშვათ, წახვედი, მართლა მოხდა ეს სასწაული და რაღაცა ბუნებრივად წახვედი მისგან. ბუნებრივად რო წახვალ მისგან, ქალი ძალა, შენ გაქვს ეს ქალური სიბრძნე, რომ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ჯიბეში ჩაისვა ეს ადამიანი. ზუსტად ამ შენი ძალით, სიბრძნით და სწორი გადაწყვეტილებით. შენ შეგიძლია ეს ყველაფერი და ძალიან დასანანია თუ ეს ყველაფერი დროშია გაწელილი. ყველაფერს იზამს. მაგრამ მე მაინტერესებს, შეიძლება უკონტაქტო ურთიერთობა გაქვთ ახლა და არ ვიცი რომელი გოგოები მიყურებთ, მაგრამ მე მაინტერესებს, დაუშვათ არა გაქვთ ისეთი კონტაქტი, ხო? მე მაინტერესებს თუ გრძნობს ეს ადამიანი ნამდვილად თქვენს ჩახსნას ემოციურად. რვიანი თასი, უფრო იცი რას გრძნობს, თვითონაა ჩახსნილი. კონტაქტი არ არის, შენგან მაინც გრძნობს ინტერესს, შეიძლება დარწმუნებულია რომ უყურებს რაღაციდან, სოციალურწელი რაღაც ამდაგვარი. მაგრამ გრძნობს თვითონაა წასული და თვითონაა ჩახსნილი. სამი შეკითხვა მქონდა არეულად და უბრალოდ მაინტერესებს ისე რომ სამივე კითხვა არ დავსვა ახლა და მე თვითონ მივხვდები პასუხს რომ რაღაცა დასკვნა გამოვიტანო ზოგადი გაშლების მადლით. არის ბრძოლოთ ამ ურთიერთობაში საერთოდ. ბრძოლაში ვგულისხმობ თუნდაც ურთიერთობის გარკვევას
ბრძოლაში გულისხმობ ოფიციალურად რაღაცა ისეთი მოძრაობა გააკეთო, რომ თვალში საცემი გახდეს. არანაირი რეაქცია არ უნდა მოყვეს თქვენს ამჟამინდელ დარც ან იმედგაცრუებად, ნუ რაც გაქვთ. ამ შემთხვევაში თქვენი ეს შინაგანი ენერგეტიკული ჩახსნა ძალიან დიდ როლს ითამაშებს, ხო? უკვე მე რამდენი დამოდის ეს ყველაფერი. შენი ადამიანი, აი ზოგადად ვიძახი და არ დავაკონკრეტებ ახლა ვიზე უყურებ და ვიზი არა. აი საერთოდ მაინტერესებს შენი ადამიანი, ვინც შენ გეკუთვნის. რომელთანაც არ გჭირდება არაფერი ზედმეტი, ახლა ყველას ამბობს უსიამოვნება, მაგრამ მე ვამბობ აი ძალიან ბუნებრივ მდგომარეობას. შენი ადამიანი, შენთან მოვა? შენი ადამიანი, შენთან მოვა იმპერატორი, შენი ადამიანი, შენთან მოვა კი არა, შენი ადამიანი შენია. რა თქმა უნდა, შენია და მოვა. მოვა, მაგრამ ვინ არის არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს, შეიძლება სხვა იყოს, მაგრამ თავარია შენი. მე ყველას გელოდებით კომენტარებში, დაძრავებით.